არ ვაცილებ სამიზნეს ვარ მძიმე არტილერია ჯობია თავად გაიაზრო შენი არტინელია შენებრივ ჰიპ-ჰოპს არადა როგორი კარგი სენია ტახტიდან ვაგდებ მეფეს ჩემი ბრძოლა საკვირველია მოდი ჯერ გახდი ჩამოსხმული ფოლადი და მერეგელი ვარ ჩემი ბრენდის ფეისი ყოველთვის ბესტსელერი არ მაქვს step-back როგორც აღმაშენებელი თუ გეშინია დაგიცავს ომეგა MBR ვარ ალფა და ომეგა არაფერი აქ საკითხავი საჭიროა მეტად გაამაგრო დაცვის ხაზი სწორ ხაზოვნად გიტებ არ იყოფა ხაზი ორად მე მაქვს ლირიული ტაქტიკა ვარ გვარდიოლა გამომდის პირველი ვეზე არ მაქვს დუბლი ორი ვერას დროს გამასწრებ თუ ხარ ჩემი დუბლი ორი ვერა გიმაღლებს სტატისტიკას ცუდი გოლი ჩემი ფანჩი ჩეხავს ფორვარდებს ვარ პუიოლი ბარი ცვითავ გოლს არ მაქვს ბარიერი მე ფრანკო ბარესი შენ ჰარი მაგვაიერი შენს მომავალს გეტყვი წინასწარ გავა ანალიზებ შენში სტარი იკარგება როგორც ჯანო ანანიძე yeah yes check yo ესენი იმ დოზით ეტენებიან ტიპებს რომ გაყიდვების ბუმი აქვს ლუბრიკანტის ბიზნესი ჭკვიანად სანამ თვალები აუხილეს ხალხს და დაერხათ მე ხელმოწერულ ბიზნესს ჩუმად ვიყავ ვინ უყებ როცა მერთმეული გაქვს უკვე მსუყეთ მაგ სტორებით გულს ვერ აგვიჩუყებთ ჩვენ ყველა ისტორია ვიცით უკეთ ბავშვია მარაზმს მორჩი ხომ იცი ლიდერი მე ვარ ამ სპორტში ჩემი ბარებია სამსჯავროში და ამას ვერ შეიძენ ცალაროში ვინ ხარ თუ ვერ გაგიგია ბრალია შენი ამ საქმეში მე ვარ ბიძა და ნათლია შენი შენს კოშმარებშიც მე ვარ ახლა სათლია შენი ჩემი ყველა ლაინია ავია შენი man yeah okay yo როგორც არის ინტერნეტში ბოლო ცნობებით ყველას ფეხებზე კიდია შენი გრძნობები ცხენებიდან ვერ ჩამოვიყვანე ცნობები იმღერე შენი სიმღერა რასელოდები გავიზარდეთ მაგრამ გვევასება გოთები იპოდრომზე მინდა მოვიკითხო ლოთები აქ ისევ ექსპერტობენ ექსპერტი ბოტები სუპერმენი ვარ ყაჩაღებს გავუსწორდები იმედი მაგ გამოვსწორდები და რეკე ხვალე იმედი მაგ გაგისწორდება მაცივრის წყალი შემიბრალე რატომ არის ჩემი ბრალი ინდონეზიაში შაური არ არის ბალი მე ვარ მძლეთა მძლე შევეცი ბეტმენს რეპერებს ენაგვებ მე ვარ როგორც სკეტმენს გულით კი ვარ რადგან მე მაქვს შენი ვუდუ დოლი გუშინოცლარში ვატაკე ვუდუს გოლი მე ვარ ძერცკი ბომჟი ჯოინტში ვეწევი ხიმიას სუპერმარკეტია მოტეხავ მაია სიმიას მინდა ჭკვიანი გამოვშტე ნიტრონიტრატები ნეოგენურ რეკომბინატორზე კარბოჰიდრატები ერთი წამით თვითონ ცადოს თვითონ განიცადოს ცხოვრება ხომ თავისით გვასწავლის ტაიკვანდოს თუნდაც მარტო ამის გამოცადოს რადგან კარგმა მეზღოურმა თავი შტორმში უნდა გამოცადოს რა პონჩი ვარ შენი დასაცინი სანამ ნერვებზე თამაშობ მე დავხურე 7 ასასინი დაბოლილი ჰაშიშინი მოგვიტანე დური შაითან ბაზარში გავუშვათ ბაღდადური ჩემი სტილი გასულია მაგრამ მალე მოვა როგორც ირმის ნახტომში გაჩნდება სუპერნოვა ციხიდან თუ გარბი ხარ გახსოვდეს პარაბოლა გაუმარჯოს რიანას შევეცი ალეგროვას შენი ბიუსტროგანოვია ჩემთვის კარბონარა მაკარონი პავლოცკი და ვაჟნი როჟი ჯამა ჩვენ ვართ უბრალოდ ტიპები მოგვიტევე მამა ყველას კიდია რომელ ხელში გიჭირავს დანა ჩვენთან ისევ მოიტანა და გამოიდარა მანდა სიმართლე ხომ მაგერადევს ენდემანდა ბოლოს კვაზიმოდოს უნდა დარჩეს ესმერალდა მე ვარ რაჭველი შინობინელი მკვლელი ბნელი რა ინდივით ამბოზებს ვერევი ცალი ხელი კარგად იცი ჩემი სახელი რაჭველი ლოგო ნახევრად გახელი იმენა პაპაი ოქრო yes sir ეგრე აბარა რა ვერსი იყო სალამი მეგობრებო, მოგესალმებით ისევ მოპოდკასტოდან, ჩვენი წარმომდგენი და სპონსორია ლიბერ სპორტი, ომეგა MBR და ფლეტრენტი. პელე, როგორ ხარ? საკაიფოდ, თქვენ როგორ ხართ? რეპერულად რა. ცოტა გცივა, როგორც შეგვეფერება, მაგრამ ყველაზე ხარ. საეჭვოდ გცივა. რაღაცაო ბეთლებიო, young bike-თან, რა ვერ გაიყავით მომამდენი ხანი, რა ხდება ერთ მოგვიყევი რა. რა გაჩხუბებთ? მელიჩნა არაფერი არ მინდა ძმო. მელიჩნა ძმო. იმაში ცხელძახში როებნეო, მე მაგრამ ზევიდან ატრაკებენ იტოქში რა. აჰა. ნაჭყებია ატრაკებს იტოქში. გაწვევიან. ხო რა, თვითონაც რა ხოძე არის და.
ბიჭო ისე ეს არის რა ქვია ცოტა ეს ლეგენდარი ბეთლის გასაცხლებაა, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ მაგ ბეთლს თავიდან აკაპელას დროს რამდენი ხანი ელოდა ხალხს. ჯერ საპროტესტო აქციებიც კი იყო. მაგრამ მაგ ბეთლის ხო ერთნაირად ხდება რაღაცეები რა მაგ ბეთლის წინ ხო გიორუსიას აქვს ნათქვამი რა ეგ ბაზარი რა რომ იტოქშიო როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა მოხდესო და საკვანძო ეტაპი არისო ბეთლისო ყოველთვის რაღაც ხდებაო რა მასონებიც იმენა უმიზნეს ზიაზე ვიდა საკონტროლები ყველაფერს შეთქმულების თეორიები ხდება პივიპისთან დაკავშირებით რაღაც მართლა რავია ხო და ვინ არის აბა შენი მასონი ვინ არის ვიღაცა იაფარულაო რა იაფარულაო არის შეჩენა არა ჩვენთან ვიცა ჩვენთან ორგანიზატორებში ბიონსე არის მასონი ტოქში აი სამკუთხედებს აკეთებს ხოლმე კლიპში ადრე ბირჟაზე ბაზრობდნენ ხოლმე ადრე ეგეთ რაღაცებს სხეულით არა აი კლიპში სამნი არიან და რაღაცები ბაზრობდნენ ხოლმე აი რაღაც ტიპის ვიდეო შემხოს ზუსტად ეგეთი თეორეტიკოსი კაცია რა ჟანრს მოუიციო ეს თუფაკომა სიმღერა შეწეროს ყველას დედის პროჯი აგინაო რა აი ითემაბზე რო ყובה ვიღაც ეგ ლეგენდარული ის არის კაცო მე სნობ დოგმა შური იზია და ისინი ეგ ბიჭო ანუ ამერიკაში ხდება ეგეთი რაღაცა რომ აი მსგავსი ისტორია შეიძლება worldwide შეიკრას და მსოფლიოში ეგეთი ჭორი გავრცელდეს რომ აი ბიგი მოკლა თუფაკი და მე ქართულ ჰიპ-ჰოპში რა ხდება რაზე ჭორავენ შენი აზრით ქართული ჰიპ-ჰოპის ჭორები ჩამოვა ქართული ჰიპ-ჰოპის ჭორები ალბათ უფრო მეტროში დავინახე და ვითომ ვერ დამინახა და წავიდა და ეგენი არის მაქსიმუმად აი გააძრე შენი აზრით ყველაზე ისეთი რა შეიძლება იყოს ქართული ჰიპ-ჰოპ ჭორი რა ანუ ჩვენი ვერსიები რო ქართული ჰიპ-ჰოპ ჭორი დაფიქრდით ამაზე მე რომ მოვკვდი ეგ იყო ერთხელ იცი რა იქნებოდა საუკეთესო ქართული ჰიპ-ჰოპ ჭორი გია სურამბელაშვილი და პელე აკეთებენ დუეტს მაგრამ პელე ემზადება ბეთლისთვის და ჯერჯერობით ვერ იცლის ან პირიქით ის ემზადება ბეთლისთვის ჭორებს რაც და მე წავედი იმაში შანსონში თუ რა ქვია ფანოღი ხო ჭორებს რაც შეეხება ჩვენ გვაქვს რაღაც ნიუსები რა მოდი შენ წაიკითხე და თან განვიხილოთ აი რა ხდება ქართულ სარეპერეთში პირველი ნიუსი ამ ფოტოს ხედავენ ხო ისინი კი ფოტო ამონაცდა ქართველი რეპერი ივაჯი ცეკვის გაკვეთილებზე დადის არა ეს უფრო როგორ ისე უნდა წაიკითხო ქართველი რეპერი ივაჯი ცეკვის გაკვეთილებზე დადის ხო ხოლო მისი ქორეოგრაფი პროფესიონალი მოცეკვავე იან მაიკია მე მაგნიუსა გაგძელება რა ეს ივაჯი გამოვიდა მე ხოლმე ხარ და გააკეთა განცხადება რომ აი კაროჩეო დღემდე ვერ ხვდებიო იან მაიკიო ამ ცეკვის გაკვეთილებსო საშაურმეს და რატომ იტარებსო რა ხოლმე ხარ და მე იქიდან იან მაიკმა უპასუხა რომ კაროჩეო ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშახარო ხოლმე ხარ ბიჭო მე მეგონა მე მინდოდა რომ ეხა ცეკვის ბეთლები ხო აქვს რა პივიპის და მეთქი მამზადებს ხოლმე ხა მაგრამ თურმე იქ ნიჭიერისთვის მამზადებს ნიჭიერში უნდა გავიდე იტოქში რა მართლა ნომერი მაქვს მომზადებული მთიულური თანამედროვე ცეკვის ელემენტებით რა და ისტორია გაქვს ამაგისო მე ისტორია ცოცხალი ხავს ყველა კი აბავი არ გაგიშვი აბა მაშინ არა წორებული ამბავია ბიჭო რა პრობლემა მოვიგონები ქვიან დაუბრიდა ვინმეს გზაში ან რაღაც გზაში არა სახში უნდა და არა სახში უნდა ვიღაცა უნდა იყოს მკვდარი რა ან მაგარი ნაწვალები უნდა იყო რა აი რა არის შენი წვალების ისტორია აი მე რაღაცვალება შეჩება სამედიცინოზე ჩავაბარე მეტი რაღაცვალება გინდა შეიძლება იყო 12 ამას ოქროს ღილა და მე ისა რა ქვია 200 ლარიანი ამას ოქროს ღილა ეგრევე სამედიცინოზე ვსწავლობდა ეგრევე ის ვინ არის ვანიკო თარხნიშვილი თუ რომელს მიყავს ის გამოვა და დააჭერს ეგრევე წამყვანია შეჩემა ჟიური სხვა არის ლენს დაიგიდე ამ შველობა მე არ ვკიდია მარტო ეგ იყო ეგ ისა ახალი ამბავი არა კიდე არის ახლა მუშტი უნდა ჩაიდვა პირში და რა იყო მუშტი უნდა ჩავიდვა პირში შემდეგი ნიუსი პელეს აკითხებ ყველა ნიუს იმამით გამოსდის ისინი რეპერი პელე საკუთარ ბიზნესს იწყებს ის აცხადებს რომ ჩაიბარებს პენტიუმ 4-5 ნაწილებით არა ძაო აქ
სადაც არ უნდა გაიარო მაგებს აღარავინ აღარ იბარებს. დეზინფორმაციაა. ეგ მილაგია ძმა ვერაფერს ვერ უშვები. დილით რო გეღვიძება და აი უნდა გადაადნო და ოქრო უნდა გამოიყვანო იქ ხო აქვს ხოლმე სქემა. მაგრამ აი ჭორისად უნდა გაავრცელო რომ მაგაში ოქროს ნაწილებია. აუ აბა რა ლიწინა. რაღაცაზე ხო იყო პიანინოებში თუ რაღაცა. აი იმაში იყო ძველ CD დისკებში იყო ოქროს რაღაცეები რა და ხალხი ყიდულობდა ტონობით. სვეტში იყო ოღონდ რა, აი ძველი CD დისკები რაც გამოდიოდა. მე ვიცი რომ აი ტელევიზორში რაღაცაში იყო. არ გამიგია. მაგრამ პიანინოზე გამიგია რომ წნევის აპარატში რაღაცა ისეთი სითხეა ძმაო. ვერცხლის წყალი თუ რაღაცა. აჰა რაღაცა ურანი, გამდიდრებული ხო ურანი. მაგას დაიქრევ ძმა და იმენა მილიონერი ხარ ძმა და ჩემმა მეზობელმა დაიარა მთელი დანარჩენი სამეზობლო რო ეპოვა ეგ და ერთი წნევის აპარატი იპოვა ძველი და თურმე უბრალოდ პონტი ის იყო რომ იმ საწყალბებიას მეტი არ ქონია ხო ამას 300 ლარიანი წნევის აპარატი მოუტანა რომ იმაში ურანი არისო და ურანი კი არა გამოდა რაღაცა სითხე რომელიც არ იმ ხალხს კი არ უზომავდა წნევას ატყუებდა წამლებს ყველა ცვავდა ინდონეზია არ ვარგოდა წნევის აპარატი ბიჭ წნევის აპარატი თუ რაღაცა ეგეთი იყო არა ძველი წნევის აპარატია იდოქში აი ესე კოლბასავით იხსნება ხო და რომელი იყო ვერცხლის წყალი ქონდა წითელი სითხე აქვს რაღაც არ ვიცი რა ანუ ფოტოში არა ურანი რო გამოყავთ მაქედან ეგ ვიცი მაგრამ ეგ არ ყოფილა მან ნუ ჭორი იყო იასნია განტელები ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი გირები აი მაგაზეც იყო იმენა სასტავი ეძებს სენაკში ეძებდნენ ძმა როგორ ეძებდნენ განტელებზე ხო ოღონდ ის დიდი რო არის 20 კილოიანები თუ 10-იანები რა როგორ ეძებდნენ იცი რავი ანუ აი ძმა იმენა სახში დაგიდგავ იმას რა ქვია ტრენაჟორებს გაგიკეთები სპორტ დარბაზს გაგიხსნი ეს რა განტელებზე არ გამიგია მაგრამ მე ბავშვობაში მახსოვს რომ ვიღაცამ ხობიდან მომპარა ალუმინის რაღაცე და ისინი რა ეგეთი რაღაცები მრავლად იყო სინახში ხო რა არა ალუმინი ხო ანუ ფაქტია რომ ფასი აქვს ხო კილოებში მე მახსოვს იმეებს რომ ინახავდნენ კიდე ძველ ლარიანებს და რაღაცეებს იმედით რომ მოემატებოდა და ეგ რეალურად სახში მაქვს რაღაც ფული 50000 აწერია რუსული 50 რუბლი რომელიც ლარი ღირს მაგით ხებოდი ხოლმე მართლა იმდენი იყო რომ ღუმელს ვანთებდით ერთი პერიოდი ხო იმაზე იყო ყვითელ 50 თეთრიანებზეც იყო ეგ რა ეხა 50 ლარი ღირს ეგ თუ რაღაც არაფერი არ ღირს ეგ მაგას იცი რატო ამბობენ რომ ანუ ხმარებიდან რო ამოიღო ბანკმა ეგ რა პირდა აი რო აღარ ბანკში რო აღარ მიეტანათ ტიპებს და ტვინი რო არ მოტყნოდა თვითონ შეინახავდეს და კონდეთო რა ხო მაგრამ მე მართლა მოქვს ფაქტი რომ ანუ იყინდეს ტიპები ხო ვიღაცამ დაიჯერა და იყიდა ხო 50 არაფერი აი რა ლოგიკით უნდა მოემატოს ფასი ყვითელ 50 თეთრია აბა საერთოდ ისე რატო ეგეთი ყვითელი ოქროა ანუ სწორს ვიღაც კოლექციონერები იჩიტებოდნენ ხო? არა რა კოლექცია ყვითელი 50 არა ვიღაცა პოსტავდა Facebook-ის ჯგუფები რო არის ყიდვა გაყიდვა შევიძენ 50 თეთრიანს ეგ ხო და იმიტომ რომ ჯეროდათ ვიღაცებს მაგრამ რეალური ის ტიპი ვის გამოც იწევს ფასი რომ იმან უნდა იყიდოს მე არ არსებობს ხო არა ეს ბიჭო ანუ TikTok-ზე შემხვდა ცოტა ვიდეო რა რომ ვიღაც ტიპი ეძებს ძროხის ნაღulis კენჭს თუ ქვას თუ რაღაცას რაღაც იმენა უკვდავების წამალი იჩდება თუ მაგ რაღაც მართლა ძროხა უნდა დაავადდეს ეს მაგითი ხო ხო ანუ ეგ კენჭი ამოაქვს და ანუ 100 გრამი თუ რაღაც ღირს სადღაც $150 თუ რაღაც აი მართლა გეუბნები მე გავიგე რა ვირის რძე თუ რა ვირის რძე სხვადასხვა გუშინი მითხრეს რა ბავშვი ხშირად საზრობს ბავშვი ხშირად რო გიხდება უცუდადო ანუ ურცივდება იმუნიტეტი აქვს ესე იგი დავალიო რა და ეგ ვირის რძე იშოვეო დაალევინეო და კარგად იქნებოდა მეთქი მე ბავშვს ვასწრებ რაღაც იმ მაღაზიიდან 900 ტესტი რო აქვს გატარებული ისეთ რაღაცებს საჭმელს ვაჭმევ ეგეც რომ არა რამე არ მოუვიდეს მეთქი და ხა შენ გინდა რომ ვიღაცის მოწველელი ვირის რძე დავალევინო ო იდგინე ჩემი ასიცა გიჟი მე ვერასდროს რომ მოღამდი შაურმებზე რო ვიძახდნენ ვირის ხორციაო იმიტომ რომ ვირი ბევრად ძვირი ღირს ვიდრე ძროხა იდოქში და არაფერში არ ჯდება ეგ რა ხო მკვდარი ვირის ვიღაცას მოუკვდა ეგრე მკვდარი ძროხა ბარემ და თუ გაკეთება გააკეთება აბარე მოკვდის თქვენი ბიჭო არ ვიცი მაგრამ რა უნდა დაგვემართოს ზეიკიძის კალბას გადაურჩით ახლა ჩვენ ბიჭო ზეიკიძის კალბასი მაგრა ასწორებდა სხვათა ეს ჯამრთელობისთვის რამდენად არ ვიცი მაგრამ შემწვარი მაგარი იყო შემწვარი კარდონი მუყაო თვითონ რაღაც გადაცემაში ხო კარდონს ურევდით თუ რა ეგ ნახტია ბიჭო იმასთან იყო რა ქვია არ ვიტყვი და ეხა არ ურევენ თუ რა ხო ანუ მაგას ვიძახი რა მაგრამ აუ აი მოდი მესამე ნიუზე გადავიდი რაღაცეები შემიძლია გითხრა სხვაგან გადავიდი ვა ეს საერთოდ მესამე ნიუსი
ჰიპ-ჰოპ არტისტი KMC აცხადებს, რომ მისი მუქარის შემდეგ შონომალი ქუჩაში დღემდე იმალება. შონომალი მიხვდა, რომ ზესტაფონოს ბიჭობა, რიტმებით არ უნდა დაინახოს. თან შეღებილი ვარდისფერი რიტმებით кейს მოგითხვა აქედან. არა, სხვაებიც ხო ემუქრებოდნენ, მარტო KMC არის. ყველა ემუქრება. ყოამ გადაგაჯდები და გირტყავ და რაღაცეები უთხრაც, მა. 360 ბრუნით კომბოები. საერთოდ მან ანუ ყველა ემუქრებოდა, მაგრამ მე არ ვახსოვს აი ხა. ჯო, თელი ისი იყო იმენა შონომალის, ხო? რატო? არ ვიცი. მე მეგონა თავიდან რომ სამოტივაციო ტრეკი კეთდებოდა რა. მაგრამ ამათ მაინც შეიაჯდნენ. მაგრამ ქართველებმა ვარდისფერ თემებზე დავაჭიროთ. სხვათა შორის თქვენ შეგიძლიათ რომ ესეთი ნიუსები დაწეროთ კომენტარებში და საუკეთესოებს ამოვარჩევთ და შემდეგ გადაცემაში გვექნება. მაგრამ სანამ გააგრძელებ ყურებას დაალაიქე ვიდეო, არ დაგავიწყდეს, შენთვის ერთი წამის ამბავია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. ეს გამოიწერეთ არხიც აუცილებლად რა. ლიდერ სპორტმა მოგვიმზადა ესეთი ჩელენჯი, სადაც ჩვენ მოგვიწევს რომ სამი ტიპი, რომელსაც გავაჯღერებთ, გავდისოთ პატარა ლაინებით რა, თითო ფანჩებით და ეს ტიპები არიან, აბა ლიდერ სპორტი რას გვწერს. კაი. ხუმრობით არ ვიცი, რამდენად ხუმე ძალიან ამ გადაუარა. ყველაფერი გამახსენე. ოკეი. პირველი პიროვნება არის მარშრუტკის მსხოლი. მოდი და პირველი პიროვნება იყოს პელევინს გადისოს. ოკეი. ოპა, პეტლი მოიხოდა. კაი, დავუშვათ პელე MC ჩემგან ხელმარჯვნივ და ის მსხოლე MC ჩემგან ზარულობ. ზარულობ. დავდგები ეს. Let's go. ყველამ ვიცით რომ ეს ტიპი ტრეკებში არის საშიში განგსტერი. ასე არჩევს ბიტებს, მაგრამ ვანგრევ მითებს ჩემი ბლასტერი თუ არ გოუს ბასტერი. კამანდას ყველაფრის ჯერა, მთავარია მასტური იყოს ოფერი, მაგრამ არიციან რომ ჩვენი განგსტა არის მარშრუტკის შოფერი. არაფერია გასატეხი პატიოსან შრომაში, მაგრამ გავიხსენებ დროს, როცა არ ვიყავი ფორმაში. მეც მიწევდა სამსახურში სიარული, ყოველთვის პურს არ მაჭმევდა პასტა. ერთხელაც მივდივარ სამსახურში ვაჩერებ მარშრუტკას და საჭესთან ზის ჩვენი განგსტა. არ მქონდა ტაქსის ფული, თვითონ არ მყოლია მანქანა. იდგა ოფლისუნი, ვიფიქრე გავაღე ფანჯარას, მაგრამ საიდანღაც უბერავს ნაბოზარ ბებოს. გეგონება მართლა ციოდეს და ზევიდან ეს ნაბოზარი არაფრით რთავდა კონდენციონერს. თავიდან მიზოზინებდა ნელა, რადგანაც ეძებდა მგზავრებს. მე მეჩქარებოდა მაგრა და მე მიფუჭდებოდა საქმე ვიღაც ტიპმა ამოიტანა სარეცხის მანქანა და შევაგინებდი რო ვიყო მთვრალი, როცა იყიდა ეგ დედა მოთხნული როგორ არ დაგჩა ტაქსის 5 ლარი, თვალსა და ხელს შუა გაიტენა მარშრუტკა და დროზე მისვლა ჩემი აღარ გამოვა. დიდუბეში კი ჩავა ხალხი, მაგრამ ორი იმდენი ამოვა, შენ მაინც უჩერებდი ხალხს და ესეც შრომას მე პატივი ვერ ვეცი. გადაიწიეთ, სადღა გადავიწიოთ შენი დედა. Sago, კაია. Bravo, brother, bravo. შემდეგი შეხრო ხუმრობით არ ყო სერიოზულად ავკრიბე. ძმამ ყველა პრობლემა მოყვა მარშრუტის ზღალებო. ის კიდე იქ რომ გაითვალისწინეთ ეგ ამბავი. ოკრიბასთან რო ჩაივლი და ანუ ყურადღება თუ მოადუნე ქუთაისში რო წაგიყვანი თუ ბათუმში ტიპები ეგრევე რა. ბიჭო, თუ 2 დღის წინ ძმა თელავში გავყევი ტიპს უბრალოდ იმიტომ რომ ერთი კაცის და გავდივართ გავათენი აქ და შემეცოდა. ხო, გავყევი. სულ ტრასაზე მყოფი მიეჩვიე გამოყენებას ცოტა ხაზის. ხო თქვეს რომ ეს არის მანქანა და საჭესთან გროტას კაზის. შენი ფასი და ჟერიკოძეც არიზდება ასეთებს ლარად კილოს შევიძენ. ბძღოლო, შენში მე შევეცი რეპერს რომელიც გადმოაფურთხა ნინო ჩხეიძემ. მოიცა. ბახელა ვერსია არ ქონდა. გროტას გაიდისა თუ მომეჩვენა თუ რა თქვი. ბიჭო არა, ძველი მე მაქვს რა თქვა მიადრე რა. გამკითხე? ხო, რა მაქვს რაღაცა მაქვს რა თქვა ბიჭო. რაღაცა ჰიპ-ჰოპის შენიდან იყო რეფერენ, ხო? რაც დიღმური თემა. არა, ბიჭო, მაგას ვაფშე ავხსნი რა. Let's go. საჭესთან ზის გროტას გამაგას ვეძახდი TikTok-ში, ანუ რომ მოვწევდით და ის თავის ვინილებზე რომ იტრიალდებოდა, ეხლა მე გადავქოქავ და ეგრე იძახდა ხოლმე და TikTok-ში ჩაჯდებოდა ხოლმე თავის მანქანაში და მიდიოდა აზრი აღარ ქონდა რა. ვა, აი. აბა, დიჩი. შემოგთავაზი. მარშრუტკის მსხოლს რას ეტყობდი? გავხნევოთ. წყალი.
ისე ჩქარა და გოქე მანქანა რომ არც მომახური ნეკარი ფეხი დამრჩა გარეთ შენ ხო არ ჩამოკარი ცოტა ხანი დამელოდე და ნუ გაავსებ მანქანას თორე მაქვს ვიღაცა შემთხვევით გააკეთებს ბაღანას ისეთი ოფრიანია ეს ხალხი ვერ გავიგე რა დაბანს მე კი მეზარება გააჩერეს თქმა და უკვე ლამისა რომ გავწდე გარდაბანს ოკეი ჩემი ცხოვრების ისტორია და აი ვიღაც ტიპზე რო გაქვს იმედი რომ ნეტა ის ჩემად გილაშადიო და ზამან უთხრას ბიჭო მეც მერიდება სხვათა შორის აი მე იმენა მერიდებოდა რა მარშრუტკებში არ ვждებოდი იმის გამო რომ ცხოვლისთვის მერიდებოდა რომ გაჩერებაზე გააჩერეთ ხო შემდეგი ტიპი არის ნაპოლეონი ნაპოლეონ ბონაპარტე დავай შეახტადი ეგრევე დავай ოკეი ჩემს ვერსებს ბევრი ვერაფერი მოვამატე, როცა უნდა გამედისა ბონაპარტე. ახალი რითმები მომაქვს თანმე და ამიტომაც ვარ სიტყვებით მოთამაშე. ეს ლაინები საბანივით გადავიძრე, რა დამყრობელი გჭამს შოთა დარბა იძე. მოკლედ, ამის მეტი სათქმელი არაფერი არ არის და ნახო დანარჩენი ზად არის თუ რაღაცა. კაი, შო. ან მოგითხარ ხო, აქვე აღნიშნოთ, რომ ეს freestyle ის არის დისები რა. დარბაიძე. ეხა ნახე დარბაიძე. აუ გამოყენებული გაქვს. აი ყველას ოიასი. ანუ ხო, ოკეი. 10 ვიზავდა. ოკეი. ჩემ წინ დგას თვით ბონაპარტი, მაგრამ შენ ჩემთვის ხარ რიგითი ფრანგი. რუსის ნათრევო იმპერატორო, შენთვის მე ვიქნები ჟანაზე დარკი. და რო იცოდე შენზე უკეთეს ნაპოლეონებს, ხალხი ჩვენ დროში ყავას უმატებს. ამიტომ დაურეკავ დარბაიძეს და პელესთან ერთად დაგახუმბარებს. აუ, ძმამ რითვიც გამოუცნო. იე. ოკეი. ოკეი, cool. შენ არ ხარ ფრანგი, შენ ხარ კორსიკელი. თავზე კორსიკული მიწა დაიყარე. ამბიცია ქონდა შენ სიმაღლეზე დიდი და მსოფლიო ჩემი ყლე დაიბყარი. დაგაყუმბარეს ელენას კუნძულზე, მოგიტყან ეგ მოდკეცილი შარვალი, მოვტყან ყველა შენაირი ლიდერი და მთავარ სარდალი. შენ დაიბყრობდი ისევ მერსიას, შენ დაიბყრობდი ისევ პრუსიას, მაგრამ მოვიდა ევოლუცია და გაუმარჯოს რევოლუცია. Happy end. პოეტი სევდა. ჩემი სასცენო სახელი. ელი ცოცხალი. რა ცოცხალია ბიჭო? და ინდოეთში იმალება. ტუპაკი ცოცხალია ძმა. აი ხა. რა ფაქტებს გვიზრობ რომ ცოცხალია შეჩემა? ვირის რძე. აუ გარდა 2000 ეს ტიპის რო ამოუნათოთ თავზე თუ შეიძლება. ცოცხალი მეგონა ძმაო რა გავაკეთე. ბიჭო მომისმინე ტიპი იმ დონეზე გოუთი იყო რომ თავში რო ერთმეულებში ცოცხალია. რა სკრინი უეჭველი რო. ვა. გაიასნდა. Edson Arantes do Nascimento. რა გიგიმები გაქვს აბა გითხარი. რაღაც ძალიან გაჩერებული ხარ შენ. აჰა, რა ვგდი ამ ბეთლის მე არ ვიცი, ბეთლების ფონჩი. ჯოაკაპელას მუღამი უფრო მაქვს რა. მონატრების ფონჩი ალბათ. მე ალბათ ცოტა რაღაცა სხვა ჟანრისკენ ანუ უფრო სწორად ადრე რო დავდე ტრეკი რა, Gotham City ერთი ტიპი იყო, თორნიკე ჩაჩანიძე, რომელსაც დაევასა და თავისი დაარემიქსა ეს ტრეკი რა. და იმდენად გამისწორდა, რომ ბარემ ვიფიქრე რომ ეხლა თავიდანვე ერთად გავაკეთოთ რაღაც ტრეკებით ხო რა. და რეპად დარჩება უბრალოდ ჟანრობრივად უფრო აი როკს ვერ იტყვი რა. უფრო აი რაღაც ალტერნატივი რაღაც. ნუ პოსტ პანკი თუ რაც ქვია რა, dark wave თუ რაღაცა ის. ბიჭო ეს ძალიან ისე გაიჩნდა ანუ რაღაც ტრენდივით შემოვიდა რომ უკვე არტისტები ფიქრობენ რომ მხოლოდ ჰიპ-ჰოპ ხას არ გაყვნენ ტრენდი არ არის ანუ ასწორებს ჩემი აზრით რა მან ერთ ჩარჩოში არ უნდა ჩავდეთ ჩემი აზრით რა არა ჩარჩოში ჩაჯდომა მე მაგ ესეთი იდეა რომ გადავიდე
techno types-ე, EDM, electronic dance music types-ე გადავიდე და ეგეთი ტრეკები მოვცხო რამოდენიმე რა. იმიტომ რომ რატო არა? ეგ ჩარჩოზე არ არის რა, მე ხა მაგრად მკიდია ეგ MDM. არა, ტრენდში შემოვიდაო რა. ის რა, ხო და იმიტომ გეუბნები. ეგ ტრენდში შემოვიდა, იმიტომ რომ მიდრეკილება გაჩნდა უკვე რა. ეგ ვიღაცამ ხო გააკეთა პირველად, ანუ ვიღაცას. არა, techno ტრეკები მანამდეც კეთდებოდა, პროსტა ესე ფართო მასებისთვის არ იყო ცნობილი, მაგრამ დიდი ხანია რომ techno ტრეკები კეთდება რა. ჩემი აზრით Mama Flex-ის გავლენა ის რომ აქ საქართველოში უნდა ძალიან ბევრს techno ტრეკები. კაი, შენი ამბავი ვიცი რომ ცოტა სანამ Mama Flex-ის თემა იქნებოდა, მანამ გინდოდა ეგ და მე ხო ვიცი სანამ დავიწყებდი რეპერობას, მანამდე ბითებს ვაკეთებდი და ტექნოს უკრამდა ვაკეთებდი და რა ვიცი. ხო, ანუ მესმის, მაგრამ ხო ხედავ რომ აი ეგ ერთი ტიპი აკეთებს ამ გარდატეხას რა, ერთი ტიპი ამას იჩალეჩებს და მე that's all. კარგია რა, ანუ საბოლოო ჯამში იმის კომიდა რომ კარგია რომ რაღაც ჟანრობრივი გადახვევა გაქვს და даже მიქსსაც აკეთებ. ეგ ძალიან მაგარია და მით უმეტეს თუ ფიქრობ იმას რომ შენი მუშაობის ანუ შენი მუშაობის ეპიცენტრი ეგ მომენტია და ეგ უფრო მეტ мотивაციას მოგცემს იმისთვის რომ იმუშაო. უფრო მეტად ვიჭერ მუღამს თვითონ მუშაობის პროცესში რა. თელეკაიფი ხო ეგაა. საერთოდ ამ ქვეყანაში მუსიკის კეთების თელეკაიფი ეგაა რომ რაც გინდა ის აკეთო. იმიტომ რომ ფული მაინც არის შოუ. ბოლო შენი გაიცნო. აუ, შოუება და მე იქ ვიღაცები. ხო. როგორ გაბედები. ეგ მშვენიერი ამბავი. ბიჭო და ისა რა ქვია. ცოტა რანაირ საყეკა. ჩათლახური კითხულობდა და ხო, არ მაგარი არასდროს არ დაგვისვავს მო პოდკასტში ის რა ქვია. კითხვა რა. ცოლი არ მყავს. შევი. რომელსა კითხები? შენა. მე არა. არა, არასდროს ხო? აი, არ ვიცი, მაგრამ ეხლა მომავალი 100 წელი არა. ხო, მაგალითად მყავდა რა ერთი ძმაკაცი, რა ვიყავით ალბათ რამდენი 10-11 კლასში რა. ნუ გამოაცხადა რომ უნივერსიტეტში რო ჩავაბარებ, ცოლი უნდა მოვიყვანოო რა. და ვინ უნდა მოვიყვანო თქო და რა, ვინმეო. თქო და რა, ამაზონიდან ვერ გამოვიწერე ხა და მეგობრებო პელეძებს გულისხმობს. არა, ის მომენტი კი არ მაქვს, რომ აი რაღაც ხალიშვილები აღარ დარჩენ, მაგრაღლეზე მკიდია, მაგრამ შიგა აქ ხალხს რა ზოგადად. პელეს ინსტაგრამი ბაზარი არა. მიწერეთ. ბიჭო, არა ვაფშე ეგ ლეგი ხო საიდან მოვიტანე არ ვიცი, ანუ აუ, მე ძიმე სერიოზულად რო ჩამოუყავდი. უბრალოდ პასუხის გამო მას დავტოვებთ რომ მე ხო მოისმინოთ თქვენს პელეს შეხედულება. გაცნობა დაოჯახების წინ არა არ დაგვასპონსოროთ. ბიჭო დაიყლეს დაიგიწვა ნებისმიერ ჩაი იყოს ძმა რაც გინდა ჩემ რამე გააძლეთ დაგვასპონსორეთ ძმა. მე აუ მე ახალი დისები ძმა. აუ მდისეთ მე ფულიანი ვიყო და თქვენ მდისეთ ძმა. მოგიტყანთ მაგი დაოჯახება და გაცნობა. მოუტყან ჰიპ-ჰოპით თქვენ დაკარგეთ კაცობა. შიმშილს ხო ჯობია. ბიჭი. აბა. ხარ ხოძე ფრისტაილის? ბიჭო მე ვარ ხარ გამოწვევისთვის. ეგ ფრისტაილის ხოძე ხო, მაგრამ შენ ხო გახსოვს ბათლებს რო ვატარებდით ჩვენ რა. აუ ეგ ვაფშე მოყევით ეხა უეჭველი, იმიტომ რომ მეც არ ვიცი, ჩემთვისაც არ მოუყოლია და მოდი მოყევი რა, მაგრამ მაინტერესებს ვაფშე რა გარემო იყო და რა ხდებოდა. მანდ რა გარემოც იყო, ყველაფერი მოსაყოლი არ არის. ხო, მაგრამ ჩემი აზრით ჯერ დაგვიჭერენ. მე რა ვიღა ყველაფერს დაგვაბრალებენ საზღრობები. აი, ოკეი. ბევრი ცუდი რაღაც ხდებოდა, მაგას ვაღიარებთ რა. მაგრამ კარგიც ხდებოდა რა თქმა უნდა. კი, ანუ იმაში კაბინკას რასაც ეძახიან, მან ფეხის უნი რო დადგა მე წამოვედი ეთიდან. მაგ კაბინაზე მე მოქვს ძალიან მაგარი ამბავი რა. ეგ არ მახსოვს გადაცემაში და მოვყევი თუ არა, მაგრამ იდექ შესული ვარ წერ ტრეკს რა. რაღაცებს ბაზრობ ჩემთვის. ეგ ხო ის როგორი პინელი შუქი არ იყო კაბინაში. იმ ჩარჩოდან შემოდიოდა ოდნავი შუქი რა. თან ანდერგრაუნდში ვიყავით. ყოფილ ლომბარდში თუ რაღაცა. ანდერგრაუნდში ვიყავით. და ფანჯრის შუქიც არ შემოდიოდა. ну რაღაცებს წერდა ამ მოქმედებაში და რაღაცა ხოლმე უკან გავიწე და ვიღაცამ დაიწყმულა რა. ანუ ეძინა ვიღაცას. უკან და დავაბიჯე ხელზე თუ სახეზე თუ რა დედაზე არ ვიცი დავაბიჯე ვიღაცას რა. თან დედალი იყო. ისეთი ხმა იყო, შემეშინდა ძმა 2 დღე კაბინაში ვერ შევდიოდი. ისე შემეშინდა მართლა რა. ფეხი დააბიჯე? ხო, ანუ ბიჭო ბაზრობ და ვიღაცას ძინავს თუ მე კაბინაში და მე დავაბიჯე ფეხი. ეს არის PvP-ის დაწყებამ საერთოდ ჩამოყალიბდებოდა სადღაც 17. არა რომელი პერიოდია, იცი?
აი სუსუ პირველი ბეთლები რაც უნდა ყოფილიყო აკაპელა რა, იმენ ერთის იწყებოდა მაგის ტექსტებს წერთ რა ეგ პერიოდი არის. კი, ანუ მახსოვს მე მაშინ სანზონაში ვიჩითებოდით რა. დიდ იმასთან, თედისთან. ხო. კი. თამანდო იყო ისიც. მე მახსოვს ვაფშე ვიღაცა ტიპი ჩამოვიდა რა. აი რკვა გურამა თუ ვიღაცა გურამა ჩამოვიდა იქ სტუდიაში. და აქ რა გინდათო. შენ რა გინდა მეთქი და ჩემი ადგილიაო. ჩემი. წარმოგიდგენე ვიღაცა მოგვაქირავა ვიღაცა გურამას მაგრამ მარინა მახსოვს ვიღაცა მარინა მოგვაქირავა გურამას პარტი რომელშიც ანუ 1-3 თვე ვიყავით უკვე რა. და გურამა დაგვადგა ამ დროს რა. საზღვარგარეთ და მე პოსტა გააძრო რომ ისო აი იმ ხაზის იქით ჩემია და იქით რავი რაღაცეები არ გაძრავ თუ გაარემონტებთ რა. გახსოვს კედელზე რა წარწერა იყო? აქეთ გურამასია ხო? და მაგის გურდი თუ გინდა კარგი სიგარა პირში კონდეს და შიგარა. აი, ბეთლები. აო, ბეთლები. ბიჭო ბეთლები. მე რა მითხრეს გახსოვს მაგ? კი, ეგ მაგას არ დამაუწყებს რა, ფერი არ დამაუწყებს. ჯოი რაღაცა რო ვსვავდით რა, სულსვავდით. და მე იწყებოდა აი რამდენიც ვიყავით რაღაცა სპიჩკის რაღაცა ღერებს უტეხავდი და ვის რომელი ამოვიდოდა და მეცალობა მიდიოდა რა. და შენებაზავე. იდოქ შამან დაამთავრა თავისი რაუნდი. და ის ფრისტაილით პასუხობს რა და რა შენ გითხრეს და შენ თქვი. შენს და დიდი ყვერები მაქვს რომ რა რაღაცა ეგეთი პანჩი იყო ხო ახლა და ექს მიტრალდება და შენი ყვერები ყლეზე მგიდია. შენი ყვერები ყლეზე მგიდია. მეთქი შენ არა. არის მაგაში რაღაც ლოგიკა. ბიჭო ხო იმას არა მე მგიდია ძმა მეთქი ჯიგიში ხო არ ყველა ამ დროს ყველა მოისპო რა. თან ეგ ყველა ეს საერთოდ იწვა იქ ვიღაცა ტირო და სიცილისგან და რაღაცეები რა. და ყველაზე გადავირა იყო ისინი ბეთლებში რომ მართლა ნამდვილი სიტუაცია გქონდა და რატო არავინ არ იცოდა ვინ ვისხვდებოდა და რაღაცები და ანუ არც იყო რაღაც პუბლიკისთვის რა ყველა იქ ვინც იდგა წრეში ყველა ერთმანეთთან ბეთალაობდა და ფრისტაილი იყო ყველა ფრისტაილებდა ეგ ასწორებს მე ვებაცავ იმას ხო ქუთაისელი მასტირო იყო დრედებიანი აუ ბაზარი არა აუ ბაზარი ეგ ტიპი ამომივიდა რა და რაღაცებს ბაზრობს რეპავს სიტოქში რაღაცა ვერს კითხულობს რა და ეს რომ მორჩა თან ბიტზე ვბაზრობდით ეგ იყო რა და ეს რომ მორჩა ანუ რაღაცა პასუხი გავეცი თუ რაღაცა ფანჩლაინი უთხარი იტოქში რაღაცა ორი წინადადება ვთქვი და უცბად მაიცა უკვე შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ ბრატ გიჩიო ეგონა რომ სხვა რაღაცას ვაკეთებდით იტოქში რა და არა მეთქია ესეა ძმა ესე ხდება რა და გადავირა იყო იცი მან იტოქში რაღაც ფარტის პონდიც ეწყობოდა რა ონდისევ ჩვენ ვიყავით შიდა სასტავი რა ბიჭები ვარ. ძირითადად ეგ დატვირთვა ქონდა, თორე ერთი ტრეკი მაქვს ჩაწერილი მაქსიმუმ, რომელიც აღარ არის. მე საერთოდ არ მაქვს. ხო, 4 თვე ვიყავით და ტრეკი არ მქონდა, საგულაო დავდიოთ, кайფობდით რა. და პონტი რა კაბინაში ვერ შედიოდი, ეხლა ვიღაცას აბიჯებდი შეშევოდა რა. ხო, მაგას არის 2 დღე არ შევსულო საერთოდ. არა, იქ ვიღაცის ბარგი იდო ტანსაცმელი და რაღაცები. ბიჭო, გადავირა იყო, იცი? არო, იქ ჩდებოდა ერთი დიჯეი რა და მაშინ მქონდა დრამპადი. AKMPK 25 12 პადიანი და ამან DJ ვარო რა ხოლმე ხარ და შევბერაო რა და ეხლა ეს ვიღაცის დაბადების დღეა ვგულაობთ რა და აქ მიდის დალევა რაღაცები და ბიჭო ხედავ რომ ეხლა ეს ტიპი ამაზე უკრავს ჩემს აკაიზე რა ეს პროსტა დევს სტუდიაში მიტანი მაგ დევს რა ხედავ რომ უკრავს რა მაგრამ მარტო ერთი კითხვა მაქვს რას უკრავს იმიტომ რომ ეკრანი უნდა ანათებდეს აკაიზე და გათიშულია რა თურმე ჩართავს რაღაცას YouTube-ზე პროგრამას ამოკეცავს და ჩემს რა უყაბულებს რაღაცას არ მაგ ტექნოს უკრავდა რაღაცას თავის ჭკუით ატრიალებს და აბრახუნებს ძმა და მეთქი ისა ძმა ეს უნდა ჩართო მართლა არ და ის იყო დრამმაშინა იყო პროსტა რა ისიც არის იყო რო აი კი აი რო გეჩალიჩა შეიძლება პიანინოც ჩაგეტვირს თაში იგნით მაგრამ აი სასწაულები ხდებოდა ბიჭო როგორ გადაშენდა ეგ აკაის ისენი ანუ კომანდას ქონდა ხოლმე ეხა მარტო თერიკასაა მე 300 ლარი გადავიხადე მაშინ კოში იყო სიგარეტი ლარი და 20 ღირი ბიჭო მაშინ ძალიან დიდი აუ როგორ ევასებოდა ჰიპ-ჰოპი მაშინ ეგრე იყო ხო გვევასებოდა რა მაშინ გვევასებოდა ჩვენ იქით ხარჯავდით მაშინ პულს ბიჭო ასწორებს ხო მე მაგალითად თქვენს ადგილას რა დავიწყებდი ეგეთ დროს ჰიპ-ჰოპ შანსი არა ეგეთ დროს ვიყავით ტიპები რომლებსაც გვევასებოდა რა
ეხლა რო დაიწყე ხო რა ჯიბები გაქვს სავსე ჩემი. ბიჭო არა არა რავი ვიღაცას მაინც არ ვაბიჯებ სტუდიაში რო შევდივარ შეჩემ ბიჭო არა იცი რა ეგ არის ყველაფერი დროის ამბავი რა ანუ იხვეწე. დავაბიჯებოდეს მე თუ რა სიძახი შეიძლება დააბიჯო ძმა რა ვიცი. შენ ეხლა თუ გონია რომ იმ სტუდიაში ერთი ორი ბავშვი არ გაკეთებულა მაგრამ ცდები რომ ვიღაცას უეჭველი ეყოლება იქიდან ერთი ორი. ურა ბოროტ იხარ ბიჭო ძალიან ბევრი სასტავი ბევრი ბავშვი გაკეთებულა არა ვიღაც ტიპმა დაჟე ყლაობა დინამიკები გაქვთო და თავისი მოიტანა და რავი მაი ისეთი დრო იყო კაი რა ხვიძლი გაგვინადგურდა გადავიდეთ რაზე შენს იმაზე freestyle რუბრიკაზე აუ იმენა შემტენეს დავა დავწერ გაისი დავა მიც თავარია ვიცოდე რას ნიშნავს ეხლა რას დაწერს ის ესენი დავტოვო ეს სიტყვები არა აზი პანჩი ადული ელემა ჩელენჯებს იკაიფეთ ხო რაღაც კატასტროფებს დაწერს არაბული ისინი დაყვება ვაიბები შეჩება თუ ერთი ორის დაამატე სიტყვა მე პრობლემა არ მაქვს ყველა მიცის პელე კაი კაცია და ამიტომაც ამ სიტყვებს არ უნდა ანოტაცია ბევრის სფერო არის მხოლოდ მასტურბაცია და ვიცი ეს ხალხი არ არის ცაცია ვიდი ასეთია ჩემი გზავნილი არ ვიცი რა ჯანდაბარი ფერო მარილი მაგრამ მირჩევნია ამაზე არ წერო ამიტომაც შეგიძლია შეინახოთ პერო შარვალშია ჩემი პითონი ჩემი ტვინი ისე როგორც უჟანგავი ლითონი ამიტომაც რამდენსაც მინდა იმდენს ვიწონი ვარ ცოტა მშვიდი ტიპი მაგ შენზე უფრო დიდი ღიპი ამიტომაც ყოველ დღე ჩემს საუს მეზე არის შუშა კიტრი მომიტანე უფრო მეტი რითმი მომიტანე უფრო მეტი სიტყვა მე შემიძლია ყველაფერს მოვაბასათი თაორითმა ამ კაცმა დამიწერა მალთაყვა ხო და რამე უფრო რთული გეთაყვა რა ფერო მარილი რა არის ვინმე დაწერეთ კომენტარებში პუდრია ფერო მარილი მოკლედ ივა აბა რა სიტყვა შენ ბიჭო რას ვიტყვი და ძალიან მაგრად ასწორებს აი პოდკასტია მე ჩვენივრად სივარ მისწორდება ფრისტაილებს უსმენ კარგ პანჩებს უსმენ ასწორებს და შენს გითხარი რამე მე რა უნდა გითხრა ძმა მაგერ ორი old school-ის წარმომადგენელი ზიხართ და მე new school-ი მოგისმენთ ჯერჯერობით მე გავადრო და მეც გადავინაცვლებ ვიღაც ახალი თავი შენ old school-ი ხარ და რამაც მე რო გაიჩიტე აუ ისე ასწორებს ოდეს აი გქონდა ეგ ფიქრი ოდეს მე რო ვიღაც old school-ს დაგიცახებ და აი იფიქრებდი მაგრამ აი ისე რო აი რაღაც სტაჟიანი ტიპი ხარ აი მაშინ ბიჭო არ მე მახსოვს უბანში ვარ ჩუსტებით ჩასული რა აკრასა ის პერიოდია რა ბიუბი დაიწყო იტოქში რა და ჩემი მარტო ერთი ბეთლი და სტოტოსთან რაღაცა რომელიც რა მეზიზღება რა ანუ მწვენია მაგას რო უყურებ რა და დაჟე ხო რაღაც ეგეთი კონტი და პროსტა მივდივარ და ვიღაც ტიპმა სურათი გადავიღო და რა უნდა მეთქი ჩემ დათვი ვარ ცირკის თუ რა ბიჭო არ ეგ თავიდან არის უცნაური მე ეჩვევ მეც ეგეთი მომენტი ბიჭო ხო მე ის შემხვდა ჩემი რაღაც სკოლის მასწავლებელი შემხვდა რა და თუ იცოდიო გეთქვაო მოგეყოლაო რა ხო ამდენი სწავლა თუ შეგეძლო ხო არა რა არა იცი რა არის ეგ ხო ის არის რა ქვია პონტი არა რომ მაგალითად მე სკოლაში ლექსების დამახსოვრება აი არ შემეძლო არასდროს არ მეკი არც ერთი ლექსი არ მწოდნია არასდროს რაღაცები ვიცოდი ხა მეც ვერ ვიმახსოვს თლად ბოლომდე ვერ ვწერავდი ეგრე იმას რა ქვია გაკვეთილებს იმიტომ რომ მასწავლებელი შვილები ვიყავი და აჰა რა შვილი შელით მიჭირავს მოვარდა შეჩემ გაუკეთე მე ბიჭო აი ვისთან გექნებოდა ბეთლი საქართველოში ხო ჯანმრთელ ჯო ადრე უფრო მქონდა ხოლმე იგეთი რა ეხა რა აი ვის ფიქრობ შენთვის პანჩების საპირიწონედ ბიჭო ლადოს ალბათ რა იმენა მაგ მუღამს ვინც იჭერს და ვინც მაგას აკეთებს აკაპელა ხო ხო MC ლადო
თქვენ კოლაბორაციაც გაქვთ, ხო? კი. თავიდან მე და მაგისტრები უნდა ყოფილიყო და ბოლოს 10 კაცი გავიჩიტეთ. შემდეგ მახსოვ ხართ, ბოლომდე ვერ ვიხსენებ შემადგენლობას. ნათია იყო, ნათიაც მახსოვს, ხო? მაიკი იყო, ლადო თვითონ რა თქმა უნდა. და ეხა ვიღაცა რო გამომჩენს მაგრად ეხავს, ხო და KA იყო. თვითონაც არ ახსოვს. KA, KA კაი ძველი სკოლაა. საკმაოდ. მე ეგ სიტყვა არ გასდისწო. ანუ ძველი სკოლა არის იმხრივ რომ ძველია რა. მაგ პონჩი ხო. და old schools არ აკეთებს აშკარად. უფრო აი თავიდანვე ერთ-ერთი ის იყო რა პირველი ტიპი ვინც ახალი სკოლის კეთება დაიწყო. ეგ სიტყვა არ გასდის. თქვათ აი ენის ბარიერი რო არ იყოს და რაღაც აი იგივე ფანჩის აღქმა რო იყოს როგორც აქ არის, აი ვისებეთ ლავებოდი უცხოელს რა. ბიჭო, აი ხა შეიძლება ბიჭო დიზასტერი, რავი კი რატო არა რა. გაასწორებ და ჩემი აზრით ჩავიდები 30000 ჯიბეში და ვებაცალებ. ეგრე ძმა ქართულადაც ვებეცვალე. ბიჭო მაგათ როგორი ხოდი აქვს, იციო? ამერიკელები იდეაში ვერ უგებენ რა სხვა ქვეყნიდან რეპერებს, იმიტომ რომ მაგათ აქვთ მარტო აი ის რა ჩემი არახში უფრო დიდი აბოიმა ჩადის 8 მმ-იანი დაგაცალე და რაღაც უეგენი არის რა. და უცბად რაღაცა ტიპს პიროვნულად რაღაც ფაქტებზე ბაზარს რო უწყებ, ვიდებია რომ რა გინდა ჩემგანო რას მიტრაკებო რა. იქ არის ანუ რაღაცა ერთობიან ეგრე რა. ხო, ანუ ეგრე ერთობიან. ხო, ანუ ეგ იასია, სხვანაირი ახლა. ჩემი აზრით ამერიკაზე აქ უფრო აკაპელაში აი შენ როგორ ფიქრობ, აი როუსტი იმარჯვებს იმენა? ხო, აქ იმენა ქართველებმა თავისი მუღამი მისცეს რა. ხო. მარტო ქართველებმა არა, უფრო აი საბჭოთა ქვეყნებში ეგრე არის რა, რომ პიროვნული პონტი არის რაღაცა. ხო და ჩემი აზრით მაგას უფრო ისა აქვს, რა ქვია, უფრო მეტი მუღამი აქვს რა, იმიტომ რომ ხა შენ როცა იმაზე ხარ, აი დაუშვათ თუ რაღაც ჩემზე უფრო ძიმე ჯართი კიდია კისერზე ხო, დაუშვათ და ის ოქროა და ეს არა, ეგ ქართველებს ალბათ რეალობებიდან გამომდინარეც არის, ხა იქ ამერიკაში ტიპს რო ეუბნება მე შენ გესვრი და ამას გიზავ, იმას გიზავ, იქ ოკეია, იმიტომ რომ მაგათთვის არ არის ოკეი სხვათა შორის რა. მან დააკეთებენ როგორ, ეხა მაგ ოკეია რა. ვიღაც რეპერი რო გეტყვის აქ რო უყურებ ქართულ ბეთლებს, ანუ ჩემთვის დომინანტი ის ტიპი იჩითება, ვინც უფრო თესლად ეღადავება და ამცირებს რა. აი ფსიქოლოგიურად ჩემთვის ეგრე ჯდება. ხო, ეგ არა, მაგ ანუ ჯერ იმაზე შეგილია დაცინა, რომ ანუ რატო მემარიაჟებით იარაღით იმ ქვეყნის შვილები, სადაც იარაღი ლეგალური არის. ხო, ბაზარი არ არის. ჩვენ არა გვაქვს ზმაობლოს და რა. ხო რა, ანუ აქ საერთოდ იარაღს რო ახსენებ, ეგეც უკვე ფლექსია, იმიტომ რომ შეიძლება მოგდგეს ვიღაც და გითხრას რომ აბა სად გაქვს? აბა მანახე. ან დააქცინოს რა ის იარაღია. რო ახსენებ. ხო და ანუ მა სხვადასხვა რეალობაში არა ბიჭო სურათი რო გქონდეს პროსტა გადაღებული მოგადგებიან. კი. კი. მე ვიცი ადამიანების თორიდან რომ მიედგნენ რა. და რა გინდა ჩემს აჟი გალკასთან ვაქვთ ეს. ჯარა ამერიკაში დაჟე არის რა, ორნაირად არის. იმენა ქართველებიც არიან. არის ეგეთი ქართული მენტალიტეტიც ზანგებში არსებობს რა, ზუსტად. ყოფილა რომ აი ტიპს რაღაც ამოულია სათამაშო პისტოლეტი და ამანი მოქმედა, რომ იგივეაო ზმაო და რაღაცა. ბიჭო ხო არა მე იცი რა უბრალოდ მაინც ვერაზროს ვერ დავემთხოვით იმაში შეხედულებებში რა ანუ ყოველთვის ძალიან დიდი რეზონანსი იქნება და ვერაზროს ვერ გახდება არა რომ მაგალითად აი რაღაცა დედა ჩემზე არაფერი არ მითხრა იქ ხო არა გაქო გეძვით რა ხო მე რა შენ ხო არ გიხები ვერა უხსნი რა ხო არა არ არის ეგ შეგნება მანდ უფრო იმაზე აქვს აი სნიჩ აი იმას ხო ვიძახით რომ ანუ ზოგადად თუნდაც UK ასე რომ ვთქვათ ყველა ეს ქვეყნები ძალიან განვითარებულია ჩვენთან შედარებით ხო დაუშვათ რაღაც დონეზე აი UK ბეთლები გინახავთ კი აი ბიტზე და დრილი და რამე კი მაგრამ იმენა აკაპელებიც ბევრი მინახავს მე ბოლოს გავაძრე ის რო არის რა ქვია გოგო და ბიჭის ბეთლი რო არის ერთი რო ის არის კაი მოსული გოგო როა რა როგორი რო უგუსტია კიცი გაშვებული ნებისმიერ ჰუმანურ ქვეყანაში რავი აი აქ ბაია პატარაია გაგიждდებოდა თავს მოიკლავდა ისეთი რაღაცეები ებაზრა რა ფემინურ რაღაცეებს ებაზრა აუ ხო შენ ანუ ისეთი მახინჯი ხარო რომ ცეცხლი რო გეკიდებოდეს არ შეგაფურთხებო რა შენ სირგლივო ყვავილებიც არ ამოდიანო რა შენ არანაირი პონტი არა გაქვს რომ ბიძე ზევიდან მოიქცეო
იცი რევზე უნება? ბიჭო ინგლისელებს აქვს მაგარი ჩაჭერა რა. და მარტო ინგლისელები ხო არა ირლანდიელები და ვიღაცეები მან. ხო. ანუ ტიპი არის ერთი ოშეი ქვია რა. იმენა პივიც დგას, მაგარი მთვრალი და რაღაცებს გებაზრება რა. ოღონდ აი ტიპს ან ვიღაცა როჟას ეუბნება რომ იდოქშიო ეხლა მუხლებს დავდგები და მინეც გაგიკეთებო რა. იმან მე რაღაცა ებაზრა თავისი რაუნდი და მე ამისი რაუნდი ხო მოვიდა და მე გაუტრაკა რომ წინა რაუნდში გითხარი რომ მინეც გაგიკეთებო და მაგაზე არაფერი არ გითქვიაო. ბიჭო ხო მაგრამ მაგაცი თავიანთაუსაც მაგალითად გადავობენ. იცი აი რაც საქართველოში ვერ შემოვა რა. სახში შემოგივარდი და ეგეთი ბარები რა. სახში შემოგივარდი რაღაცა შენი ინვალიდი ძმა კალიასკიდან გადავაგდე და რაღაცებს ბაზრობენ. ვიღაცა ეღადავებოდა ვაფშე დედა შენი აუტისტია და მაგაზე ეღადავება ანუ მართლა იყო რა. ხო ან ეგეთ რაღაცა მე ვიღაცება აბა შენი მკვდარი ძმაკაცები სად არიან რომ ვეცლაოფო და რაღაცა. აი ეს მამას מחარას გადაობს კაცო. მასე დაიღუპა ჩემი ძმაკაციო ხო? ხო, მაგრამ ანუ ისიც არის. მე მეგონა რომ ხოლმე ხარ სულ თავიდან სანამ გავერკვევოდი და ვნახავდი რაღაც ბეთლებს, მეთქი ყველაფერს ატარებენ ტიპები, მაგრამ სხვადასხვა ძალიან ბევრი არის ესეთი მომენტი რომ იმენა მოქმედებენ ტიპები რა, ხელს ურტყავენ და რაღაცა ერთმანეთს რაღაც იმებზე რა. მე არ მინახავს. კი. მე ხა ბოლო ბეთლი რითაც ვიკაიფე ის იყო ჯეითაჯის ბეთლი როა რა. ჯეითაჯი ესეთი Netflix-ს აქვს თავისი ბეთლ რაღაცა. ეგ უფრო რაღაც შოუ-კეისი არის ვიდრე რაღაც ბეთლის მუღამი. სამაგიეროდ ან ბეთლი ემინემი იყო ჟიური. ან ჩემი აზრით ყველაზე დაალაგებული ან კულტურის ყველაზე ეს არის რა მაღალფარდოვანი ბეთლი რა ანუ მაგრამ ამეთ მაინც კიდიათ რა მაგათა მაინც underground-ი არის უკვე ეს ბეთლები თვითონ გარემოს რო შეხედო underground-ია უბრალოდ განსხვავებას არის რომ ბეთლი ხო მაგას გეუბნები რა ანუ ყლეზე კიდიათ უკვე ბეთლები რა კი ბეთლაობენ ეხა იასნია ძალიან ბევრი ბეთლი ხდება ანუ ეგ კულტურის ნაწილია გინდა თუ არა იქნება კი მაგრამ უკვე მეინსტრიმზე პროსტა ტრეკები და ალბომები და ხო არა აი underground-ი იმიტომ არის რომ თვითონ ვერ ბაზრობენ იმდენად საინტერესო რაღაცაზე რომ მეინსტრიმი გახდეს ხო ხო ამოწურეს იტოქში რა ეს შენთან შემოვალ და გესვრი და რაღაცეებს გიზავ და რაღაცა ანუ კი თავისი მაყურებელი ყავს მაგრამ პროსტა ტიპი რო შეხედა რატომ უნდა ვუყურო ამასო იტყვი რა ეგ თუ იდეაში თუ არ გესმის ხა მაგათი ენაც ხო ისე არ უყურებ რა უნდა გესმოდეს inside jokes ვერ გაიგებ ბაზარი მაგრამ ჩვენთანაც შემოვა ეგ პერიოდი რომ აქაც გატρუხდება ბეთლები რა მობეზდება ხალხს ჯერ აქ არც უსწავლიათ ტიპებს არა ჯერ აქ არა ეგ ბაზარია აი ჩვენთან ეგ მოხდება დაახლოებით მინიმუმ 20 წლის მერე რა მანამ პონტი არ არის უბრალოდ რა იმიტომ რომ ნახე ვიღაცები ახალი ტიპები იჩდებიან ჰიპ-ჰოპში ცოტა ხანში ისე წავა რომ ანუ საერთოდ რავი გაიჭედება ხო ხედავ ხოლმე აი ბეთლი როდესაც არის შესარჩევები რო იდება რამდენი შესარჩევი იდება რამდენი ტიპი ვერ ხვდება თვითონ იმაზე რა ყოველ ტიპები ელოდებიან სეზონიდან სეზონამდე ხოლმე თავიანთ შანსს ხო და თემა რა ხო მაგრამ ნუ ამოიწურება ეგეც რა იდეა ოდესღაც ყველაფერი ამოი დედამიწა წურავს თავის იმასო რა ქვია ანუ ეგ რამდენი ვიდეოა მაგას თავი დაანებე რამდენი ტიპია მაგის გარდა აი სასტავი რო არიან და გადი შეჩემა აუ გავიდე შეჩემა ხო მოდი გავალ შეჩემა აუ არა შემდეგში გავალ შეჩემა ხო ეგეც მაგის მსხვერპლი იყო ბიჭო ხო გადი შეჩემათი გავიდა ამათი ან ჩვენ მე მახსოვს როგორ ვიყავი იცი ანუ ჩვენი ის სასტავი ვინც ვიყავით მეოდრაკებდი რომ გამოდით შეჩემა ხო ბევრი გამოდიოდა მან იყო ეგრევე შეივსო მახსოვს ეგ პერიოდი რა ხო ან ბევრი აღარ გაიჩითა მე რა ეგ ხო მაგრამ თავიდან ხო ის ინტერესი წამოვიდა ძალიან პირველი ეფექტი კარგი ქონდა მაგ იმას რომ რაღაცა ის კომპეტენტივი იჩდება რა ჰიპ-ჰოპში და აბა რა არის და და რაღაცა პირველი შეხედულება ძალიან მე ბეთლზეც არ ვიყავ მე პირველ ბეთლზეც არ ვიყავ სად ვიყავი არ ვიცი ეთყობა სადღაც ვსვავდი არ ყოფილა პირველ ბეთლებს ხო არ მახსოვს მეც მე მახსოვს რომ შენ რო იმზადებოდი მაშინ ვიყავით აი მან კაკრას მანდ რა სანზონაში და მახსოვს რომ აი ესეთი იმიტადიოდა რაღაცა დიდი ფურცლით უკანა ჯიბეში და სულ განმაგით მოძრავდა და რაღაც გაახსენდებოდა პელეს წერდა ეგრევე
მე ვიყავი პირველად ლაივში პელეს და KSBet-ზე რა და ისეთი სიტუაცია იყო რომ ამათ არ უნდათ ბეთლაობა იმენა ჩვენ ხალხი ვიყავით რაღაც ანსიცხე იყო ხო ხარ აგვისტო იყო TikTok-ში და ტიპებმა სპონსორობა რა იყო იცი ერთი შეკურა თბილი ლუდი მოგვიტანეს აი პროსტა თბილი იყო და იმ ბარმა გითხრა რომ ჩვენი პროდუქცია არ არის და მაცივარში ვერ შევდები რაც გიგოთ ის უკენით დღეისათვის სულ ეს იყო მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთხელ Leader Sports ჩვენი სპონსორობისათვის ასევე მადლობა Omega Embers და Flatrends პელე მადლობა პელეს იმისთვის რომ გვესტუმრა და იმედი გვაქვს რომ მოგეწონათ პოდკასტი და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და Instagram-ებით აღწერაში იქნება თუ გაგისტორდებათ გადმოდით